ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 83 ხმით 5 წინააღმდეგ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსლა ოპოზიციასა და ასევე სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა და განსხვავებული აზრის შეზღუდვა კვლავ გრძელდება. ასევე აღნიშნულია, რომ ასამბლეის მიერ ადრე გაცემული გადაუდებელი რეკომენდაციებიდან არც ერთია შესრულებული. მართველი პარტია ამ დოკუმენტში მოცემულ შეფასებებს არ ეთანხმება. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ საქართველოს დემოკრატიულ სტანდარტებს სულ უფრო მეტად შორდება, რაც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას აზიანებს. როგორ აფასებენ რეზოლუციას ხელისუფლებასა და ოპოზიციაში? თემაზე უფრო ვრცლად მაგდა ბლუაშვილი ისაუბრებს. მაგდა, მოგესალმები და გისმენთ. ბრალდებებით და ტყუილებით სავსე რეზოლუცია. ახლა ასეთია ქართული ოცნების პასუხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 83 ხმით მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით და მაყურებელს უნდა შევახსენოთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი არის საკმაოდ კრიტიკული მართველი გუნდის მისამართით, სადაც საუბარია კვლავაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, დემოკრატიულ უკუსლაზე ჩვენს ქვეყანაში და კანონების გაუქმებაზე და როგორც აღმოჩნდა, ეს გზავნილები მიუღებელია კვლავაც ქართული ოცნებისთვის. ასევე უნდა ვუთხრათ მაყურებელს ისიც, რომ მართველი გუნდის ლიდერებმა, მათ შორის მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დღეს პირდაპირ განაცხადეს, რომ არაფერს არ წარმოადგენს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, რადგან ის უკვე დაემსგავსა ევროპარლამენტს და როდესაც საუბრობთ ევროპარლამენტზე, უნდა ვუთხრათ მაყურებელს, რომ დღეს დილით ოფიციალური ბრიფინგი მიუძღვნა ევროპარლამენტის ბოლო ანგარიშს შალვა პაპუაშვილმა, ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ ახლა ევროპარლამენტი თავს ესხმის როგორც ქართველ ხალხს, ასევე ეკლესიას, რაც მიუღებელია ქართული ოცნებისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე, დღეს ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა მოუწოდა როგორც ევროკომისიას, ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაվել ჰერჩინსკის, რომ ეს ქმედებები და გზავნილები დაგმონ. შეიძლება როგორც ევროპარლამენტში შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ რეზოლუციის ტექსტი და ნახავთ, რომ არის უამრავი ტყუილი, უამრავი უზუსტობა. თავი რო დავანებობთ იმას, რომ არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მიგერძვებული თავის შინაარსით ეს დოკუმენტი. ხომ არავითარი ფასი არ აქვს ასეთ დოკუმენტებს ჩვენი ქვეყნისთვის. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად ისწავლა ასეთი დოკუმენტების შეფასება, იცის ძალიან კარგად რა დგას ამ ყველაფრის უკან. ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთმანეთისგან არსებითად აღარ განსხვავდება. ეს არის ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მართავს ამ ორივე ინსტიტუციას. მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში აქვე გაემიჯნოს მსგავს თავდასხმას. აქ პილატესავით ხელს ვერავინ ვერ დაიბანს ამ უმსგავსო ქცევაში საქართველოს ხალხის და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. ეს რეზოლუცია მე არაერთხელ განვაცხადე, ეს არის ჩვეულებრივი სააკაშვილის მეგობრების ხმაური. მეტი არაფერი. იგივე ქსეროასლით კიდევ ერთხელ გადაღებული ბრალდებები. ამიტომ ვამბობთ, რომ არაფერი საინტერესო აქ ამ ახალ კიდევ ერთ რეზოლუციაში ახალი რაღაც ისეთი საკითხი, რაზეც შეიძლება რომ ადამიანი დაფიქრდეს და ასე შემდეგ არ არის. ამ არაფერი არ იცვლება, ქვეყანა აგრძელებს თავის განვითარებას, წაღლიყებს, ქარავანი მიდის. ასეთი გახლავთ სწორედ ქართული ოცნების წარმომადგენლების შეფასებები პასეს მორიგ საკმაოდ კრიტიკულ რეზოლუციასთან დაკავშირებით. აქვე უნდა შევახსენოთ მაყურებელს, რომ ქართულმა დელეგაციამ უკვე დიდი ხანია დატოვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. სწორედ ამ ნაწილში მართველი გუნდის წევრები პირდაპირ აცხადებენ, რომ სანამ პასეში არ შეიცვლიან რიტორიკას, მანამდე ქართული ოცნების დელეგაცია არ დაბრუნდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მიმდინარე პროცესების და კრიტიკული გზავნილების ფონზე კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ახლა სერიოზულ საშიშროებას ხედავენ, მათ შორის იმ ნაწილში, რომ შესაძლოა თავად საქართველოს წევრობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შექმნას საფრთხე, რადგან სერიოზულად კრიტიკული გზავნილები ჟღერდება ახლა მართველი გუნდის ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით. სწორედ აქედან გამომდინარე, ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა შეიცვალოს პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი აღარ იყოს ჩვენი ქვეყანა. აქვე უნდა ვუთხრათ მაყურებელს ისიც, რომ გუშინ დებატების დროს პასეში გაჟღერდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მიზნობრივი სანქციები უნდა დაუწესდეთ ქართული ოცნების ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს. ამ ნაწილშიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ შესაძლოა მიმდინარე რეზოლუციების ფონზე ნამდვილად დაუწესდეთ მართველი გუნდის ლიდერებს სანქციები.
ეს არის ისტორიული ანტიმომენტი, როცა მსგავსი საკითხი წევრობის შესაბამისობა ღიად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს რეზოლუცია შესაბამისად არის კიდევ ერთი ქოცური, რეკორდული, მონოპოვარი საგარეო ასპარეზზე. ქვეყანას, რომლის კეთილდღეობას და განვითარებას ამ ისტორიულ მომენტში ჰაერივით სჭირდებოდა და სჭირდება მეტი კარგი რეპუტაცია, მეტი აღიარება, მეტი ინვესტიცია და მეტი სტაბილურობა, აი ასეთ ქვეყანას ქოცი აკარგვინებს ყველაფერ იმასაც კი, რაც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან 90-იანებიდან მოყოლებული მოიპოვა ჩვენმა ქართულმა სახელმწიფომ. ასე თუ გაგრძელდა რეალურად ევროკავშირის კანდიდატობა კი არა, აგერ ევროსაბჭოს წევრობა მადლობა შეიძლება დავკარგოთ. პრობლემა არის ეს ამბავი 99 წელს რაც მივიღეთ ის შეიძლება დავკარგოთ. წარმოუდგენელია მე ვერც ვიფიქრებდი ამასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა ბიძინა ივანიშვილზე იმ თავითვე მქონდა როგორც რუსეთის პროექტზე. აქამდე თუ მივიდოდა საქმე, ნამდვილად არ მეგონა და ასევე შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრობის დაკარგვა ნიშნავს სასამართლოს განჯადობის დაკარგვას სტრასბურგში. რა ვიცი, უნდა ეს ხელისუფლება სავარაუდოდ. ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოები თანხმდებიან იმაზე, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს დემოკრატიული უკუსლა შეჩერდეს და საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ და იცხოვრონ ისეთ საქართველოში, როგორც მათ წარმოუდგენიათ. ეს რეზოლუციაც იქნება ძალიან მყარი საფუძველი მათ შორის ახალი და შემდეგი სანქციებისთვის, რომელიც უნდა დაეკისროს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქართულ ოცნებას. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგი საკმაოდ კრიტიკული რეზოლუცია 83 ხმით უკვე მიღებულია. პოლიტპატიმრების გათავისუფლება, დემოკრატიული უკუსვლა და კანონების უკან გაწევა ეს იმ მოთხოვნების ნაწილია, რომელიც ახლა პასეს აქვს ქართული ოცნების მისამართით, თუმცა თავის მხრივ მართველი გუნდი, როგორც ჩანს, უკან დახევას არაპირებს და მეტიც ისინი ახლა ოფიციალურ ბრიუსელს თხოვენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იმისთვის, რომ დიალოგი განახლდეს.